საკი, ღია ფანჯარა. დეიდა ახლავე ჩამოვა, მისტერ ნატელ, თქვა ფრიად გულმშვიდმა 15 წლის გოგონამ. მანამდე კი ჩემი გაძლება მოგიწევთ. ფრემპტონ ნატელი შეეცადა ეთქვა რაიმე ისეთი, რითაც დისშვილის გულს სათანადოდ მოიგებდა, ნამავდროულად არასათანადოდ არ გაუფუჭებდა გუნებას დეიდას, რომელიც საცა ჩამოვიდოდა. გულში ჩვეულებრივზე მეტად იჭმეულობდა. შეეძლო თუ არა მთელ რიგ სრულიად უცნობ ხალხთან სტუმრობას, დახმარებოდა ნერვების დაწყნარებაში, რაც მისი აქ მოსვლის მთავარი მიზანი იყო. ვიცი, რაც მოხდება, უთხრა და როდესაც სოფელში გადასახლებისთვის და იქაურობისთვის თავის შესაფარებლად ემზადებოდა. თავს დაისამარებ, საერთოდ არავის გამოელაპარაკები, ნამოწყენილობისაგან ნერვები კიდევ უფრო გაგიუარესდება. უბრალოდ სარეკომენდაციო წერილს გაგატან ყველასთან, ვისაც იქ ვიცნობ. ზოგიერთი, რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ სანდომიანი ადამიანია. ფრემპტონს დააინტერესა, შედიოდა თუ არა მისის სეპლტონი, ლედი, რომლისთვისაც ერთ-ერთი სარეკომენდაციო წერილი ახლა უნდა წარედგინა სანდომიანების რიგებში. აქ ბევრს იცნობთ? გიკითხა დისცულმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ უსიტყვო ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაუგრძელდათ. საერთოდ არავის, უპასუხა ფრემპტონმა. რამოდენიმე წლის წინ ჩემი და აქ მრევლის ღვთლის სახლში იყო გაჩერებული და რამოდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელთან სარეკომენდაციო წერილი გაუმატანა. ანუ, დეიდა ჩემზე პრაქტიკულად არაფერი იცით? განაგრძო გულმშვიდმა ახალგაზრდა ლედიმ. მხოლოდ მისის სახელი და მისამართი, აღიარა მომსვლელმა. უნდა დასცოდნოდა, მისის სეპლტონი დაქორწინებული იყო თუ ქვრივი. ოთახში რაღაც გაურკვეველი თითქოს სახლში მამაკაცის ბინადრობაზე მიუთითებდა. დიდი ტრაგედია ზუსტად 3 წლის წინ გადახდა, თქვა ბავშვმა. ანუ, იმ დროს თქვენი და აქედან უკვე გამგზავრებული იყო. ტრაგედია? იკითხა ფრემპტონმა, რომელსაც ამ მშვიდ სოფლურ ადგილას ტრაგედია რაღაც უადგილოდ ეჩვენა. ალბათ გიიკვირთ, რატომაა ოქტომბერში ეს ფანჯარა ღია? თქვა დისცულმა და მიუთითა უზარმაზარი ფრანგული ფანჯრისკენ, რომელიც პატარა მდელობზე გადიოდა. წელიწადის ამ დროისთვის საკმაოდ თბილა, თქვა ფრემპტონმა. განა ღია ფანჯარას ტრაგედიასთან რაიმე კავშირი აქვს? 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, დილით მისი ქმარი და 2 პატარა ძმა სანადიროდ ამ ფანჯრიდან გავიდნენ. უკან დღემდე არ დაბრუნებულან. ბეკასებზე სანადიროდ, თავიანთი საყვარელი ადგილისკენ მიმავლები, ჭაობზე გავლისას, ნაცთურ ზანზარაში ჩაიხრჩნენ. იცით, საშინლად ტენიანი ზაფხული იდგა და ადგილები, რომლებიც სხვა წლებში უსაფრთხო იყო, გაუფრთხილებლად გეცლებოდა ფეხქვეშ. მათი სხეულები ვერაფრით იპოვნეს. ისეთი საზარელი ისტორიაა. აქ ბავშვის ხმამ გულმშვიდობის კილო დაკარგა და გაუბედავად ადამიანური გახდა.
საცოდავი დეიდა სულ ფიქრობს, რომ ოდესმე დაბრუნდებიან და როგორც ყოველთვის ისევ ამ ფანჯარაში შემოვლენ ისინიც და მათთან ერთად დაკარგული პატარა ყავისფერი სპანიელიც. აი რატომა ფანჯარა ყოველ საღამოს დაბნელებამდე ღია. საცოდავი ჩემი დეიდა ხშირად მიყვება, როგორ წავიდნენ. მის ქმარს მხარზე თეთრი საწვიმარი ჰქონდა გადაკიდული და რონი, ყველაზე პატარა ძმა, როგორც ყოველთვის. ბერტი, რატომ დახტუნავს, მღეროდა და ამას დეიდას გასაჯავრებლად აკეთებდა. რადგან ერთხელ უთხრა, რომ ეს სიმღერა მის ნერვებზე მოქმედებდა. იცით, ხანდახან ისეთ ჩუმ და წყნარ საღამოებს, როგორიც ახლაა, მეუფლება შემზარავი შეგრძნება, რომ ერთხელაც ყველანი ამ ფანჯარაში შემოაბეჭებენ. საუბარი ოდნავ აკანკალებულმა შეწყვიტა. ფრემპტონმა ოთახში დაგვიანებული გამოჩენისთვის ბოდიშების გრიგალით შემოვარდნილი დეიდის დანახვაზე შვება იგრძნო. ვიმედოვნებ, ვერამ გაგართოთ, თქვა მან. ძალიან საინტერესო ბავშვია, უპასუხა ფრემპტონმა. ვიმედოვნებ, საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ. ფანჯარა რომ ღია. ცოცხლად იკითხა მისის სეპტონმა. ჩემი ქმარი და ძმები საცაა დაბრუნდებიან ნადირობიდან და ყოველთვის ამ გზით მოდიან. დღეს ჭაობისკენ წავიდნენ სანადიროდ. ამიტომ ჩემს საცოდავ ხალიჩაზე პატარა ალიაქოც მოაწყობენ. თქვენ, კაცები, სულ ეგრე იქცევით, ასე არაა? ხიარულად განაგრძობდა ლაქლაქს ნადირობაზე, სანადირო ფრინველების ნაკლებობაზე და იხვებზე ზამთარში ნადირობის პერსპექტივებზე. ფრემპტონს ეს ყველაფერი სუფთა საშინელებად ეჩვენებოდა. ჰქონდა სასოწარ კვეთილი, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებული მცდელობები. საუბარი შეებრუნებინა ნაკლებად საზარელი თემებისკენ. ხდებოდა, რომ მას პინძელი მხოლოდ ყურადღების ნაწილს უთმობდა. მისი თვალები კი გამუდმებით მის გვერდით, ღია ფანჯარაში და პატარა მდელობზე დაეხეტებოდა. უიღბლო დამთხვევა, რომ სწორედ ტრაგიკული წლის თავის დღეს მოუწია სტუმრობა. ექიმები ჩემთვის სრული სიმშვიდის, გონებრივი აღელვებისთვის და ნებისმიერი სახის მძაფრი ფიზიკური დატვირთვისათვის თავის არიდების გამოწერაზე მარტივად შეთანხმდნენ. განაცხადა ფრემპტონმა, რომელიც იმყოფებოდა ფართოდ გავრცელებული ცდომილების მდგომარეობაში, რომ სრულიად უცნობები და შემთხვევითი ნაცნობები მკურნალობის დასნეულების, მათ მიზეზების და განკურნვის გზების უკანასკნელი სიახლეების მოსმენის სურვილით კვდებიან. აი დიეტაზე შეთანხმება კი ცოტა უჭირთ, განაგრძო მან. ხო, თქვა მისის სეპტონმა ხმით, რომელმაც მხოლოდ ბოლო მომენტში სძლია დამთქნარებას. შემდეგ დაძაბული ყურადღებით სახე უეცრად გაუბრწყინდა. მაგრამ არა იმაზე, რასაც ფრემპტონი ამბობდა. როგორც იქნა. აი ისინიც, წამოიყვირა მან. ზუსტად ჩაის დროს მოვიდნენ. ერთი შეხედეთ, ყურებამდე ტალახში არიან ამოსრულები. ფრემპტონი ოდნავ შეკრთა და დისწულისკენ შებრუნდა. უკვე მზად იყო მზერით გამოეხატა თანაგრძნობით ახსავსზე გაგება, მაგრამ ბავშვი ღია ფანჯარაში გაოცებული და თავს ზარ დაცემული თვალებით იყურებოდა. უსახელო შიშის ცივ შერყევაში ფრემპტონი სავარძელში მიბრუნდა და იმ
მიმართულებით გაიხედა. ჩამოწოლილ ბინდში პატარა მდელობზე ფანჯრისკენ მოემართებოდა 3 ფიგურა. 3-ვე სიღლიაში თოფი ამოეჩარა. ერთ-ერთ მათგან დამატებითი მხარზე გადაკიდული თეთრი საწვიმრით დამძიმებული იყო. მათ ფეხებთან ახლოს დაღლილი ყავისფერი სპანიელი მორბოდა. უხმაუროდ მიუახლოვდნენ სახლს. შემდეგ კი ჩახლეჩილმა ახალგაზრდა ხმამ სიბნელიდან წაიმღერა: ბერტი, რატომ დახტუნავ მეთქი? ბრემტონე გაშმაგებით ეცა თავის ხელჯოხს და ქუდს. კარი ჰოლში, ხრეშის გზა და შესასვლელი ჭიშკარი იყო მისი პანიკური უკან დახევის ბუნდოვნად აღნიშნული ეტაპები. გზაზე მიმავალ ველოსიპედისტს გარდაუვალი შეჯახების თავიდან ასაცილებლად ცოცხალ ღობეზე მოუწია შეჯახება. აი ჩვენს დაუბრუნდით, ძვირფასო, თქვა თეთრი საწვიმრის მფლობელმა ფანჯარაში შემოსვლისას. ცოტა ტალახიანები კი ვართ, მაგრამ თითქმის სულ გამხმარია. ჩვენი მოსვლისას შურდულივით რომ გაიქცა, ვინ იყო? ფრიად ექსტრაორდინალური კაცი, მისტერ ნატელი, უპასუხა მისის სეპტონმა. თავის ავადმყოფობებზე ლაქლაქების მეტი არაფერი უკეთებია და თქვენ გამოჩენაზე დამშვიდობების და ბოდიშის გარეშე გავარდა. გეგონება მოჩვენება დაინახაო. გონი სპანიელის ბრალია, მშვიდად გამოაცხადა დისცულმა. მითხრა ძაღლების მეშინიაო. თურმე ერთხელ სადღაც განგის ნაპირებზე მდებარე სასაფლაოზე მასზე ველური ძაღლების ხროვა ნადირობდა და ღამის გატარება ახლა და მოთხილ სასაფლაოში მოუწია. ეს ქმნილებები კი ზემოთ ღრიალებდნენ, ბრდღვინავდნენ და პირდაპირ მის სახეზე სდიოდათ დუჟი. ეს კი ალბათ ყველას გადაიყვანდა ჭკუიდან. რომანტიკა გოგონას საყვარელი რამ იყო. დასასრული. საკი. ღია ფანჯარა. თარგმანი ბექა არაბულის. კითხულობდა გოჩა ჭაბუკაიძე.